მოგესალმებით, დადგა კვირა, დღეს აღამოს 10:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცებად მოვიწყო ყველა ის ადამიანი, ვინც განსაცდელსა შინახართ, ის ადამიანები, ვინც ზოგი პატიმარი ხართ, ზოგი რა ვიცი, კარანტინში ხართ, ზოგი უძრულებასა შინახართ, ზოგი მარტოობასა შინახართ და განსაკუთრებით მინდა რომ სიხარული გისურვოთ და მინდა რომ მთელი ჩემი სულით და გულით ვიყო თქვენთან და ის მოზღვრები, იმიტომ მოდიან აქ რომ თქვენთან ერთად იყო, ну რაღაცა შეგიმსუბუქურნი, ის ყოველდღიური ტკივილი, ის ყოველდღიური ცხოვრება და აი მაგიტომაც მოვიყვანე დღეს მამა დავით კონჯარია, რომელიც ძალიან ბევრი თავგადასავალი ჰქონდა ამ კვირაში, წინა კვირასაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დათის მოგზაურობს. მამაო, დაგულოთ, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ესე მოიცალეთ, ჩვენს გამო დარჩით, იმიტომ რომ ხვალ დილას უნდა იყოთ გელათში, უნდა წიროთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფერისა მოგზანდით, არ დაგზარდით, ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. რომ აი მთელ საქმის ხურში ჩაგვაყენებ და თუ შეიძლება მამაო მოგზაურობთ თქვენ ფეხი დადიხართ რაც გარკვეული მისიონერული ისიც გაქვთ რა ქვია ყვაწლი არა მარტო თქვენ სასულიერო პირებს ბევრს იქ მეუფეებს და მთელი საქართველოს მასშტაბით დადიხართ და რაც ყველა საინტერესოა ის რომ ადამიანები ძალიან ხარობენ იმით რომ თქვენ ესე დადიხართ და დღეს რისი დეფიციტიც არის რომ ადამიანების ერთმანეთის სტუმრობა, ადამიანის დანახვა, რაღაცა ცოტა გაძლიერდა ადამიანებში. თქვენ კიდე დადიხართ და მთელი ხალხი გვხვდებათ, აი ამ მადლს იზიარებს, ამ სიხარულს იზიარებს და ხალხის გამხარებლები ხართ ფაქტობრივად ამ მთელი გზით და საბოლოოდ ძალიან დიდი მიზანი აქვს ამ გზას კიდე. ბევრი წლები გრძელდება და საბოლოოდ კიდე ისეთ ლამაზ ადგილას დასრულდება, რომ ზუსტად ვიცი, რომ ამას თქვენ ახლა მოაბავთ ყურს ამ ჩემ კითხვას და ვეთქვით ამ ყველაფერზე, თუ რას აი ეს გზა რას მოიცავს და რა საკითხთან არის ესე დაკავშირებული და რატო გადაწყვეტეთ მამო ესე მოგზაურობა? დიახ, პირველ ყოვლისა ჩვენ ტელემაყურებელს ყველას მოგილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას, მერთმა მრავალს დაგასწროთ, ღვთისმშობლის ქვეყანაში ვართ და ეს დღესასწაული რა თქმა უნდა განსაკუთრებულად აღესრულება საქართველოში, ქართველი ერის მიერ, მორწმუნე ერის მიერ და არის დასაბამი დღესასწაულთა კაცთა მოდგმის გამოხსნის დასაბამია. ჩვენ ვიცით რა დიდი სიხარულია ღვთისმშობლის დღესასწაულის აღნიშვნა ყოველი ქრისტიანისათვის და დარწმუნებული ვარ რომ არავინ დარჩებით ისე რომ არ ვადიდოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ მივიდეთ ტაძარში უფალს არ ვცეთ თაყვანით და მის ყოვლადწმინდა დედას რომელიც უფალმა ინება რომ ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის პატრონი, ჩვენი მეგზური ცათა სასუფეველში და ეს არის რა თქმა უნდა დიდი სიხარულის მონგროლი ყოველი ჩვენთაგანისათვის. როგორც ვიცით, მისი უწმინდესობა მახათასთაზე აღასრულებს წირვას დიახ, ალიაცაძე და ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული, თვითონ ის ფაქტი რომ მახათის ტაძარი ღვთისმშობლის ივერიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის ტაძარი ერმა ერთად აღვაშენეთ ეს მრავლისმეტყველია და დიდად მანუგეშებელი რომ ჩვენ ერთად ვაკეთებთ, ერთად ვაშენებთ და ამით უწმინდესის დიდი ძალისხმევით უბრუნდებით იმ გზას, იმ კვალს, რომელიც მიგვიყვანს სასუფეველის კარამდე და ჩვენც ამ ქვეყნადაც მშვიდობას და სიხარულს მოგვანიჭებს. აი ეს გზა ზოგადად, რომელიც გახლავთ ღვთისმშობლის მიწაზე, რა თქმა უნდა, თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს წმინდა ნინოს გზა, რომელიც არის ესე ვთქვათ, დედა გზებისა, ყველა იმ გზებისა, რადგანაც 30 წელია ეს გზა უკვე არსებობს საქართველოში და მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ამას ხელმძღვანელობს საპატრიარქოში არსებული ევანგელიზმისა და ევანგელიზაციის განყოფილება მიტროპოლიტი დანიელი ხელმძღვანელობს, მიტროპოლიტი ნიკოლოზი და ჩვენ ვართ ესე ვთქვათ, შვილობილი აი ამ გზის რადგანაც მათ ესე ვთქვათ სულიერი ხელმძღვანელობით, მათი მითითებით, მათი გამოცდილებით ჩვენს დავდივართ აი ამ გზაზე და ეს გზა გახლავთ წმინდა მოციქულ სიმონ კანონიელის გზა. და რას მოიცავს ახლა ეს და რატომ ამდამაინც ფეხით მივდივართ, არ შეიძლება რომ ტრანსპორტში დავждეთ 21 საუკუნეში და ესე ვთქვათ, გავიაროთ ეს გზა, რა აუცილებელია. ყველების ტრანსპორტზე იმხელა ლაპარაკია. და იმაზე როგორ არ შეიძლება რომ მაგითი არ თმან. აი როგორ შეელიეთ, რატო არის ხოლმე მაგ ხო, რატო დიახ, ეს რატო არის, მანდამից ფეხით რო გადავაადგილდებით და არა, ვთქვათ, ტრანსპორტით და რას მოიცავს ეს ყოველია. ეს გახლავთ თაყვანისცემის ესეთი ფორმა, როდესაც ადამიანი ფეხით მიემართება
შრომას წევს, 8 წელს წევს და აი ამ გზაზე სულ ოცულობს, ადიდებს უფალს და ამით მიდის და სიყვარულს გამოხატავს მისი წმინდანისა, რომელსაც აი ესეთი რუდუნებით, ესე ვთქვათ, ადიდებს და ევედრება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინაპრები აი ძველ დროშიც იყო ტრანსპორტი, ოღონდ ღვთისაგან ბოძებული ეს ცხოველები არა, რომლითაც ვთქვათ, ღმერთმა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა დაკარგა სასუფეველი, სანუგეშო დაუტოვა ცხოველები, მოსამსახურეთ, ძროხა, ვთქვათ, ცხვარი, ასევე ცხენი, ვირი გადასაადგილებლად და უამრავი სხვა ცხოველი, რომელიც აუცილებლად ჭირდებოდა ადამიანს და აი ცხენითაც შეეძლოთ, რა თქმა უნდა, გადაადგილება ჩვენ წინაპრებს, მაგრამ აი განსაკუთრებულად, როდესაც მიდიოდნენ თაყვანისაცემად, ისინი მიდიოდნენ ფეხით, რათა თავად შრომა გაეწიათ და აი უფლისათვის განსაკუთრებული ჯეროვანი თაყვანი გამოეხატათ, რა თქმა უნდა, სიყვარული და ჩვენ მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთიდან ვართ ბევრი ჩვენთაგანი, რომელიც აი გზაზე დადის და განსაკუთრებულ ტკივილს წარმოადგენს ჩვენთვის აფხაზეთი. ეს არის ჩვენთვის დედა სამშობლო, სადაც ჩვენ დავიბადეთ, სადაც ჩვენ დედაენა ვისწავლეთ, სადაც ჩვენი წინაპრების სულები განისვენებენ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ტკივნეული გახლავთ ის, რომ თითქმის აი 27 წელი უკვე 30 წლამდე რაღა დარჩა საუკუნის მესამედი გახლავთ ის რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ შესვლას ჩვენს მიწაწყალზე და ეს ძალიან მტკივნეულია რა თქმა უნდა ყოველი ჩვენთაგანისათვის და აი ეს აი მტკივილის აი ამ სიყვარულის გამოხატვის საშუალება გვაქვს იმით რომ აი სვეტიცხოვლის ტაძრიდან ფეხით მივემართებით 21 დღის განმავლობაში და გზა არის ცოტა გართულებული არ არის პირდაპირ ავტობანით სვლა ეს გახლავთ ციხის ძირთან მუხრანთან ჩვენ მარცხნივ შევუხვევთ დიახ ციხის ძირთან ავდივართ საკადაგიანოში და თხოთის მთას გადავდივართ შემდგომ კასპი გორით გავდივართ ურბნისში, გომში, აგარაში და მე შემდგომ ხელმარჯვნივ უკვე ზემოიმერეთით მივემართებით და ეს პირველ წელს ჩვენ რიკოტზე გავიარეთ, მაგრამ მეორე შემდგომი წლები უკვე მეხუთე წელი გავიდა, მეხუთე გზა არის და ჩვენ აი ესე შეგნებულად დავდივართ აი ზემოიმერეთით და მინდა გითხრათ, რომ ეს არის დაუსრულებელი სიმაღლეები. ძალიან რთული გზა არის, ესე იგი პირველი გახლავთ კორბოულის ესე ვთქვათ სიმაღლე, მეორე არის კაცხის სიმაღლე, როცა ძალიან დიდ მანძილზე და დიდი ხნის განმავლობაში გიწევს მაღლა სიარული და მესამე არის უკვე, ოდესაც ბიღას გადასასვლელს მიადგები და აი აქითა და იქითა იმერეთი, ესე თუ შეიძლება ეწოდოს, ქვემორე და ზემორე იმერეთის უღელტეხილი გახლავთ უკვე და გადადიხარ და აი ეს სამი უღელტეხილი იმდენად მაღლობი, იმდენად რთულია ფეხით გასავლელად, რომ მინდა გითხრათ, რომ მე ფეხით მომიწია ჭუბერში 93 წელს გადმოსვლა და მე მგონი, რომ ორჯერ უფრო რთული არის ამ გზის გავლა, ვიდრე, ესე ვთქვათ, ჭუბერის უღელტეხილი ამ დევნილობაში, რა თქმა უნდა, ამ ტკივილში გავლა, რადგანაც დაუსრულებელი, ესე ვთქვათ, ის არის სიმაღლეები და აი ამ გზაზე რომ დავდივარ ჩვენ ერთგვარად, აი ჩვენ ტკივილს, სინანულს გამოვხატავთ უფალთან. გოლგოთა არის, რა თქმა უნდა, რომლითაც ჩვენ უფალს ვთხოვთ შეწყალებას, აი 40 წელი ვერ შევიდა ისრაელი უდაბნოში. თავის უდაბნოში მოგზაურობდა და აღთქმულ მიწაზე ვერ შევიდა. თუმცა ყველა ვიცით, რომ 3 თვის სავალი გზა იყო ეგვიპტიდან ისრაელამდე, შეიძლება უფრო ნაკლებად გაივლო, მაგრამ გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან დღე და დილით ადრე და საღამოს მოსაღამოზე უფრო სასურველი ადამიანმა იაროს, რომ მზეზე არ გადაიწვას და აი 3 თვის სავალი გზა 40 წელი მოუწიათ სიარული ამ გზაზე, სანამ სინანულში არ აღმოჩნდა ებრაელიერი და აი ერთგვარად ჩვენც აი ამ გზას გავდივართ. ამ გზას გავდივართ ჩემო ბატონო გიორგი და როდესაც მივდივართ იმისათვის, რომ მოციქულს ჯეროვანი თაყვანი მივაგოთ. საქართველოს არის წმინდა მიწა. საქართველოში განისვენებს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ალბათ ის ერთადერთი სიწმინდე, რომელიც უფალს გააჩნდა ამ ქვეყნად.
კვართი რომელიც იყო ზეით გამოქსოვილი როგორც გვეუბნება წმინდა წერილი და რომელიც გარდამოცემის მიხედვით მაცხოვართან ერთად იზრდებოდა და ესე ვთქვათ ეს იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოქსოვილი და ეს სიწმინდე უფალმა უბოძა ახალ ისრაელს ღვთის ერს ქართველებს რომელსაც ეს იტვირთა წმინდა მიწა იმით არის ასევე საქართველოს რომ არის მოციქულთა საფლავები არის ჩვენს მიწაზე და მოწამეების ილია წინასწარმეტყველის ხალენია მოწამეების ღირსი მამების და მეუდაბნოების აღსარებლების ანუ საქართველოს არის წმინდა მიწა და ჩვენ რომ ვიყოთ ღირსი აი ამ სიწმინდისა ჩვენ თავად უნდა ვიყოთ წმინდა ცხოვრებით გამოირჩეოდეთ. აი საქართველოს იყო ძლიერი ყოველთვის, როცა ის იყო წმინდა მცხოვრები ხალხით სავსე. და როცა ჩვენ აი ამ სიწმინდეს მოვაკლდებით ხოლმე, მაშინ იწყება ყველა ის განსასწრელი, რომელიც გვაქვს დღესამომდე და მე ბიბლიური მაგალითი მინდა გაგახსენოთ. დავით მეფსალმუნე, ღვთისაგან შეყვარებული მეფე, მე ღმერთი იმოწოს, ღმერთი დავითისი, დავითის ძე ვარ, უფალი ამას ხშირად ამბობს და დავითს რა განსასწრელი შეემთხვა, როდესაც მან შეცოდა ოდესაც ურიას ცოლი თავად შეირთო და რა განსასწრელი დაატყდა მას ოჯახში, რა უბედურება დაატყდა თქვენიცით და როგორი 50 ფსალმუნი მაშინ დაიწერა ყოველი ლოცვის დროს რომ ვამბობ ჩვენ 50 ფსალმუნს სინანულის, აი მაშინ დაიწერა ეს სინანულის ფსალმუნი და აბესალომი შვილი წინაღუდგა მამას ტახტს ედავებოდა ოჯახში ძალიან დიდი განსასწრელი დაატყდა ენით გამოუთქმელი და სანამ არ შეინანა დავითმა და სანამ აი სისხლით არ აზღვია თავისივე დანაშაული იქამდე არ დაცხრა გულისწყრომა ღვთისა და აი ჩვენ კი ვამბობთ რომ ჩვენ აი თქვათ მოხდა ღალატი ჩვენ თანამოძმეთა შორის მოხდა ღალატი, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ახლა ჩვენ ბრძოლის ველი აფხაზეთში ქართველებს არ წაგვიგია. ეს ცნობილი ფაქტია და სოხუმს იცავდა ქართული მოსახლეობა მომხდურებისაგან, გადამთიელებისაგან და სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ეს ფაქტია რომ ქართველებმა სამჯერ იარაღი დადო ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და სამივეჯერ ესე ვთქვათ იქნა ცუდად შემოტრიალებული და ბოლოს ხელშეკრულება რომელიც სამშვიდობო დაიდო ეს იყო ღალატი რა თქმა უნდა სოხუმი დარჩენილი აფხაზეთის გულირიფშის სოხუმის ოჩამჭირის გალის რაიონები გაგრა ესე იქნა აღებული, როცა უიარაღოდ დარჩა გაგრა და დანარჩენი შემდგომ თქვენიცით სექტემბრის მოვლენები, როცა ხელშეკრულება დაიდო, ორი კვირა იარაღი გადიოდა და დავრჩით ესე ვთქვათ ხელმოცარული და შემოუტიეს სოხუმს და უიარაღო ხალხს დაედევნენ და ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა, მაგრამ ეს არის მხოლოდ ესე ვთქვათ გარეგნული ფორმა, აი რაც მოხდა, მაგრამ თავარი რა არის? ჩემოძმებოდა დებო მთავარი არის ის რომ ჩვენ ღმერთი დავივიწყეთ ჩვენ უღალატეთ ღმერთს ჩვენ ღვთის გზა ჩვენი წინაპრების გზა უარყვავით და აი დავისაჯეთ დიახ აუცილებლად დავისაჯეთ აი მე მინდა გკითხოთ აი წარმოვიდგინოთ რომ შვილი აი ერთმა ჩვენმა საოცარმა მორწმუნე ცოვანმა ადამიანმა ესეთი რამ მითხრა ეს რო უთხარი მითხრა რომ იგივე არისო მამაო აი შვილიო რო სახში შემოვაო შენს რო გაიზდებაო და გრევას დაგიწყებს სახლისო სიძვამრუშებით აავსებს სახლს ნარკოტიკებით კაზინო თამაშით დაანგრევს ყველაფერს რას გააკეთებ ასეთ შულს ესე ვთქვათ არ გააძევებს სახლიდან ცოტა ხნით როგორც მოვიდეს აი რაღაც მსგავსი მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ ვერცხლის მოყარეობას ესე ვთქვათ აყოლილი მოციქულის მთელი საქართველოს ჩავდიოდით აფხაზეთში და მოციქულის საფლავი არავინ არ იცოდა სად იყო და დღეს რა ხდება გონიოში დღეს ნაწილმა იცის, მაგრამ სამწუხაროდ აი სოციალურ ქსელში ყველა ზღვაზე იღებს სურათს და გონიოს ციხეში არავინ არ დებს ამ სოციალურ ქსელში სურათს. ანუ არავინ ცოტა მიდის ძალიან. 22 აგვისტო გახლავთ არის გაგანია სეზონი ზღვისა, ხო? პირიქით ზღვაზე უნდა რა თქმა უნდა ჩვენ იმას წინააღმდეგ კი არ ვარ ზღვაზე აუცილებლად უნდა წახვიდე ზღვაზე.
აუცილებლად ეს სამკურნალოდ მოგეცა. გაცურო იქ ქვიშაზე მიიღო ესე ვთქვათ სისხლივები, ხო? კი, რა თქმა უნდა ეს ჯანმრთელობის, მაგრამ კაცო, იმაში სარფში რო უნდა მიხვიდე, იქ რო გადიხარ გონიოს ციხეს. იქ რო არ გაჩერდები ადამიანი და იჯვარი მაინც გადაიწერე. არა, ხომ და გაჩერდე კაცო, მოციქულის საფლავია. ქრისტიანიერი ქვია ჩვენ. და დღეს არის ეს ჯეროვანი თაყვანისცემა მოციქულისა მატათასი? კაი, სიმონ კანანელთან არ გვიშვევენ, მაგრამ იქ რომელი ვიკლავთ ერთი თავს ჩასვლით ქართველები და არა და ზღვაზე ეს ზღვა შეგვიმცირდა. როცა შუა საუკუნეებში 1600-1800 კილომეტრი შავ ზღვაზე ქართულ სახელმწიფოს ეკავა, ახლა გვიკავია 200 კილომეტრი. აი ეს ზღვა არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და აი ამ მცირე მონაკვეთში არის იქვეა ის ბაგონიოს ციხე და რაღაცნაირად არ მიდევთ. ეს უნდა აი უწმინდესი ამისკენ მოგვიწოდებს. თავდადებისაკენ საქართველოს მოციქულების ქვეყანაა. საქართველოს ღვთისმშობლის მიწა და ვახტანგ გურგასალმა გითხრეს სიტყვები რომ ამას გამცნებთ თქვენ რათა მტკიცებდეთ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა. აი ეს არის ქართული იდეა. აი ამას ქრისტეს მსახურებას როცა ვეწირებოდით იერუსალიმში შევდიოდით ქართული დროშებით და დღეს ჩვენს მიწაზე ჩემო ძმებო და დებო ვერ შევსულვართ და არ გვიშვებენ და რატო? ეს იმიტომ რომ ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი შემოქმედი ღმერთი და ჯეროვან პატივს არ მივაგებთ მას. აი ამიტომ ერი უნდა მოვექცეთ, ერი უნდა უფლისწინებებით უნდა უფლისწინებებში უნდა ვიწურთიდეთ დღე-დაღამე საკუთარ თავს და 10 მცნება, 9 ნეტარება ეს უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენი ცხოვრების წესი. აი ესე თუ ვიცხოვრებთ, ყველა პრობლემა იქნება გადალახული ჩემო ბატონო გიორგი და ჩემო ტელემაყურებელ. დიდი მადლობა და მამაო, თქვენ ვიცი რომ ძალიან გინდათ აფხაზეთის დაბრუნება და იმ ყველაფრის აღდგენა, რა თქმა უნდა, მე იქამდე ვარ რომ რა ვიცი, დავრუბანდამდე აღდგეს, მაგრამ ანუ მინდა რომ რა ვიცი, აუკლაჯეთიდან მოყოლებული ყველაფერი მინდა რომ უკან რა თქმა უნდა ჩვენი არის და რა ვიცი, ყველაფერი სოჩაც ჩვენი იყო, მაგრამ საქმე რა შეიცით მამაო, თქვენ რომ ამბობთ რომ თუ კარგად უნდა ვიცხოვრო და რაღაცაო მაგალითთან მაქვს საქმე ახლა. თუ შეიძლება რომ ჩემ გადაცემის სტილზე მინდა გადმოვერთო ახლა ამ აფხაზეთის თემიდან რომ ჩვენ ამისათვის რომ იმისათვის რომ ის ადამიანები იქნებიან თუ ნებისმიერ რაღაცას ღმერთი დაგვიბრუნებს, ხო? რა თქმა უნდა ღმერთმა უნდა დაუშვას იმ აფხაზეთის დაბრუნება, ხო? ჩვენ უნდა ვიმსახურებდეთ ამას. ღმერთი უნდა ხედავდეს რომ ჩვენ თუ დაგვიბრუნებს ამ აფხაზეთს მაგალითად, ხო? ჩვენ ვიქნებით ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ხვალ მარტო პლიაჟზე კი არ ჩავალთ, იქ სხვა სიწმინდებსაც მოვინახულეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ მაგ მოწოდებაზე, მამაო, ხვალ ჩავალ და ზუსტად იგივეთ როგორც ბათუმში ვიქცევით. დღეს ეგრე მოვიქცევით იქ ისევ. მიხედავთ იმისა, რომ ძალიან გვინდა რომ შემოვიერთოთ, ძალიან გვინდა რომ დავიბრუნოთ და ეთყობა ამასაც ხედავს უფალი. მე იმას ხედავენ ისინი, მამაო, რომ სამაგალითონი ვერ ვართ მათთვის. ისე რომ გადმოიხედებიან და ესეთი სასულიერო პირები რო ყავს, ესეთი პატრიარქი რო ყავს, ესეთი ადამიანები რო არსებობენ და ჩვენი საინფორმაციოებიდან მოყოლებული, ვისაც არიზარება ეკლესიას რო ლანძღავს. ის ადამიანები არ იტყვიან, ეს ადამიანები ისინი რო შემოუშვათ ახლა აქ ჩვენ. ჩვენ რას გვიზამით თავის ენებს ასუშვებიან, ხო? აი ეს მომენტი მამაო, როგორ უნდა გავითავისოთ, იმიტომ ვიღაცებს რო გონიათ რომ რაღაცა აფხაზეთის დაბრუნებაზე არის ლაპარაკი და რაღაცა, ხო? ამ შემთხვევაში მამაო არ იქცევიან სათანადოდ. აი არხები მაგალითად სხვადასხვა თუმცა ძალიან მაგარია პატრიოტები რო არიან და რაღაცა, ხო? აი რას აკეთებენ მამაო? რომ აი ძირითადად აი იმით არიან ქართული, რომ ვიღაცაზე ცუდი თქვან, იქ ეკლესიაზე ცუდი თქვან. ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, რომ მთელი სამყარო რო სიტყვაზე ვიღაცამ დაიპყროს, ხო? ის ლეგიტიმაციას არ კარგავს ეკლესია. ჩვენ ტაოკლარჯეთშიც ვართ, იქაც ვართ და ჩვენი პატრიარქი ყველგან იმ აფხაზეთში ჩვენ გვეკუთვნის, ხო? ერთადერთი. წაგვართ ეს, ჩამოგვაჭრეს თითქოს, მაგრამ ეკლესიურად ჩვენ გვეკუთვნის, ხო? აი ამას ვინც ებრძვის მამაო, ხო? ხო ფაქტიურად ჩვენ სახელმწიფოებრივობას ებრძვის, ხო? ვინც ეკლესიას ებრძვის, ხო? ანუ ეს ორი განუყოფელი რაღაცა არის და ანუ როგორ შეიძლება მამაო რომ ამ ადამიანს შევაგნებინოთ? ან შეგნებულად აკეთებენ, დარწმუნებული ვარ, ხო ამას? იმიტომ რომ აი ხა აფხაზი რო წამოვიდეს მამაო, აი რომ მითხრას რომ უბრალოდ აი გადართე აი მაგალითად თავარ არხზე ან იმედზე ან რა ვიცი პირველ არხზე თუ რაღაცაზე შეხედეთ თქვენ ერთმანეთს როგორ ლანძღავთ რას გავხართ
მე რო თქვენთან მეუბნები კარგები ვართ რომ მოვიდე აი ნახე და უბრალოდ გადამირთავს და იქ მორჩება ჩემი ყველაფერი ისინი თქვენ გონი არ უყურებენ ამას ეუნებიან იმათაც აი ამ ადამიანებთან რა გინდა თქვენ ხო ესეთი მომენტია თუ შეიძლება მამა აი აი აფხაზი ჩვენთვის ისეთივე იდენტურია როგორც დანარჩენი ქართველი აფხაზი მარტო ჩვენ შორში გვიძლია წავიდეთ დღეს ჩეჩნები აგერ ჩვენი ჩრდილოეთ კავკასიელები ხმამაღლა იძახიან უკვე მის შესახებ რომ ქართული კულტურა არის მათი კულტურა ქართული ასომთავრულით წერდნენ აგებინებდნენ და ზოგადად აი ამ ანბანის და დამწერლობის შექმნაში არა მარტო ჩვენ აგვაქვს მიღებული მონაწილეობა არამედ ჩრდილოეთ კავკასიაც ჩართული იყო ამაში აი თქვენ ბოლო მოვლენებს ნახავდით რომ წარწერები აღმოაჩინეს ქართული წარწერები მათ სხვადასხვა ადგილებში მრავლად ამოვიდა ჩეჩნეთის მიწაზე ჩეჩნებისა და იგივე როგორც ოსები, ჩეჩნები, ინგუშები, ყაბარდოელები, ესენი ქართულ ასომთავრულით რა თქმა უნდა სარგებლობდნენ და ესენი არიან ივერიის ეკლესიის შვილები. ოდითგანვე საქართველოს ეკლესია ზრუნავდა მათზე და ის ტერიტორიები გახდათ საქართველოს ეკლესიის ზრუნის ქვეშ და ივერიის კათალიკოსის ესე ვთქვათ დაქვემდებარებაში და აფხაზ ჩვენს უსაყვარლეს ძმებს ეს მე როდესაც საუბრობ აფხაზზე საუბრობ არა ვიღაც იმაზე უცხო ადამიანზე ჩემს სისხლზე და ჩემს ხორცზე საუბრობ მე ვარ პირველ რიგში აფხაზი და მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი ესე ვთქვათ ჩვენი ნაკლი ის გახლავთ რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ აი ის რომ როდესაც მივიდივართ გმირთა მოედანზე და იქ ისე ვამბობთ რომ ეს მაგარი ბიჭები არიან ვინც და შეეწირნენ მარტო ეგ არ შველის ჩვენ უნდა მოვინანიოთ ამათთან ჩვენ უნდა მოვინანიოთ რადგანაც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ მათ ესე იგი არიომათ არ შეწირულიყვნენ ეს ბიჭები არა არც ერთმა და არც მეორე მხარემ აი როგორც ქართულს ისე აფხაზს ესაგვაქვს სანანიებელი არა საამაყო რომ გმირთა მოედანზე იქაც ახლა გმირთა მოედანზე რომ მივლენ 27-ში და იტყვიან რომ არის და რა გააკეთეს აფხაზებმა თქვენ რა გააკეთეთ აფხაზებმა ან ჩვენ რა გავაკეთეთ რომელიმე რამე გავაკეთეთ ბოლომდე გასაკეთებელი თუ პირიქით მიზეზს ვეძებდით რომ ერთმანეთისთვის ომი დაგვეწყო იმის გამო რომ რუსმა ტყვილი გითხრათ რომ კარგი სამშობლო გექნებათო და უკეთესიო და გავიდა საუკუნის მე-13 და რუსის ავტომატის მეტი არაფერი უნახიათ და თუ ვინმე დედისგან დაწყევლილი არის აი ბუდიში ამ სიტყვისთვის ყველა კრიმინალი აფხაზეთში არის თავმოყრილი აი ეს არის ის რაც თქვენ გერგოთ ვინც დაგპირდათ და უკეთესი მომავალი როცა საქართველოში თქვენი შვილები და ჩვენ ერთად ყველანი ვიგებდით ევროპის კლუბებში ჩემპიონები ხდებოდნენ არა იქ აფხაზიც იყო ოსიც იყო არა იმ ცნობილ გამარჯვების დროს რა მივიღეთ იმ ნაცვლად იმისა რომ ვექტორი შემოიტრიალოთ და წამოხვიდეთ ჩვენსკენ იმ ძირძველი აფხაზმა შექმნა ეს საქართველო ოსები ჩართული იყვნენ საქართველოს სახელმწიფო შექმნაში აბა ეს დავით სოსლანი იქიდან იყო ოსეთიდან იყო გადმოყვანილი კი ბაგრატიონთა შტო იყო აქედან წასული მაგრამ იმათი ბაგრატიონი იყო ხო იმათი ბაგრატიონი იყო და ჩვენ ესე იგი აფხაზი აი აფხაზი რაში მოტყუდა იცით რომ მან დაიჯერა რომ მისი სამშობლო მთავრდება ენგურთან აი ეს არის ტყვილი რომელიც აფხაზმა დაიჯერა სამწუხაროდ მაგრამ არიან მათში ისეთი ადამიანები რომლებიც მოკლეს რაულ ეშბა ავიღოთ ახლა რომელ დისკრიმინაციაზეა ლაპარაკი რაული რომ ამბობდა რომელიც ჟიული შარტავასთან ერთად აღესრულდა 12 მინისტრთან 8 მინისტრი აფხაზი იყო ყველა საწარმოს დირექტორი აფხაზი იყო ენა განვითარებული უმაღლესები უნივერსიტეტები სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი და ჩემო ბატონო ტელევიზია რადიო გაზეთი ყველაფერი განვითარების გზაზე სტადიონები ყველაფერი ქონდათ არაჩვეულებრივი და რა მიიღეს შედეგად აბა ეს არის ახლა მაინც 30 წელია იყო ქართველები აღარა ვართ ჩვენ ქონებას დაეუფლნენ და რა გააკეთეს რამე მოახერხეს ვერაფერი საშინელ დღეში არიან განმრავლებაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი ენა 20 წელიწადში არა ახალგაზრდობა საერთოდ აღარ ეცოდინება აფხაზური როცა როგორ ქართული სახელმწიფო როგორ ზუნავს აფხაზურ ენაზე
პირდაპირ კონსტიტუცია იცავს აფხაზურ ენას, ქართული კონსტიტუცია, ესარჩი კონსტიტუციაში ჩაწერილი და ეს ყველაფერი ხომ უნდა დავინახოთ, ერთად უნდა ვიყოთ, ძმებო, დებო და აი ჩვენ მოვდივართ 27 სექტემბერს და მოვდივართ თქვენთან. და დავანებოთ ამ რაღაცების ლაპარაკს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ძალიან კარგად იცით, რომ ომი ჩვენ რო არ შემოსულიყო შერაღებული ძალები ეს დადგმული სპექტაკლი რაც დადგეს, ეს იყვნენ ზუსტად იმ ერთი ქვეყნიდან დასმული აქ ხელისუფლება, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო და ეს რა ქვია, გაითამაშეს არც ქართველისთვის, არც აფხაზისთვის ეს არ უკითხიათ და მხედრიონი იყო სპეციალურად რუსეთში და თბილისში, საქართველოში ყაჩაღები გამოუშვეს ციხეებიდან, შექმნეს ეს ბატალიონი, რომელსაც უნდა ეძარცვა, რომელსაც დანაშაულებები უნდა ეკეთებინა და აი ეს მერე რაც შეიძლება მეტი სისხლი დაეღვარა, რათა საქართველო გაეხლიჩა, დაეპირისპირებინათ, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ შერაღებულ ძალებში ბუნებრივი, მაგრამ ძირითადი ნაწილი ესენი იყვნენ კრიმინალები ახლა რა თუნდა მოსთქვა. არა, ბევრმა შეაფარა თავი. კი ბატონო, არა, იყვნენ ციხიდან ჩვენ ვიცით რა დანაშაულებები მიუძღვით ამ და ზოგადად ჩვენ ეს ვიცით და იცით რა არის, იქით ხარეს ამაზე არის წუხილი. რომ შემოიჭერითო და რაღაცაო და ჯერ ეს ერთი შემოვიდნენ რაღაც ხო შემოიჭერს შევედით ხო და აი სამწუხაროდ ჯერ კანონიერი ხელისუფლება დაამხეს მერე სამეგრელოს რა გაუკეთეს და მერე ეს ყველაფერი შევიდა უკვე აფხაზეთში და აი სამწუხარო მოხდა ის რაც მოხდა და რაც ჭირდებოდა მტერს იმ სცენარით იმუშავეს იმ დაწერილი სცენარით იქნა ყველაფერი აი სპექტაკლი დადგმული და დღეს აფხაზები დღემდე იმ იცით რა არის 4000 ადამიანი დაეღუპათ და დღეს იმაზე წუხან რომ და იცით სად დაეღუპათ შეტევით ბრძოლებს ჩვენ კი არა ქართული შერაღება კი არა წარმოებდა ისინი აწარმოებდნენ შეტევით ბრძოლებს შევიდა ქართული შერაღება იმაში აფხაზეთში და ტყვარჩელმა ითხოვა რომ არ შემოხვიდეთ და არ შესულან იქით და მე ის პრობლემად ექცათ ისევე როგორც გუდაუთაში ერთი ნაბიჯი მეტრი არ გადაუდგიათ ქართულ შერაღებას და თვითონ უტევდნენ სოხუმს თვითონ უტევდნენ ოჩამჩირეს და იქ დაეხოცათ ეს მათი შვილები და არა ის რომ ჩვენ შევეჭერით და ახლა იქ ავაწიოკეთ და პირიქით მოხდა სინამდვილეში უიარაღო სოხუმს გულირიბს გალსა და ოჩამჩირეს თავს დაესხნენ ეს ღალატი იყო რა თქმა უნდა და მაგრამ ისე ვიტყვი რომ ესე იგი ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი აი ამ განსასწრებისა ის რო უთხრათ განა ვინმეს რამე უხარია მამა უბრალოდ რაღაც ყველაფერს აქვს თავის დრო ისევ მათ გადასარჩენა თორე ამ ტერიტორიას საქართველოს დაიბრუნებს უბრალოდ მათთან ერთად მინდა დავიბრუნოთ ხვალ თქვენ აღარ შეიძლება აღარი და მართლაც ეგრე პირას არიან ახლა ცირდებით და უბრალოდ აი ჩვენთან ერთად გირჩევნიათ ყოფნა თუ სულ არ ყოფნა იმიტომ რომ აი ხო იცით რაღაცა გამონათქვამი რო არის ხომ რაღაც ქვეყანაზე რომ აი საქართველოს ქართველების გარშე აი სიტყვაზე ხო ხვდებით რაღაცა კუთხეზე შეიძლება ითქვას ესე რომ გურია გურიები აი ეგეთი მომენტია რა აფხაზეთი შეიძლება დარჩეს აფხაზების გარეშე ეგ არის სუდი თორე თქვენ ეს ტერიტორია თვითონ ღმერთს ეკუთვნის და ღვთისმშობლის არის და ამას ჩვენ აი 100 მილიონი წელი რო გავიდეს ამას ჩვენ დავიბრუნოთ უბრალოდ თქვენთან ერთად გვინდა რო გავიხაროთ თორე ხა ის ხო არ ვართ აბა რატო გეხვეწებით ეხა ვერ გავიგე ისინი ხო არ ცხოვრებაში ცუდი არ წარმოცდენია მამაო მიუხედავად იმისა იმდენი რამეზე გული მწყდება აი ცხოვრებაში ერთი ცუდი არ მithქვამს მათზე იმიტომ რომ მაქსიმალურად ვფრთხილდები, მაქსიმალურად გეფერები. უბრალოდ გიორგი ბატონო, აქ იცით რა არის? ჩვენ მარტო საყვედურები არ უნდა ჩვენგანაც უნდა მოისმინო კაცო. 30 წელია კურნალობ, ჩამოდიხარ, ჩემ სახლში ცხოვრობ, ჩემს მამულს ხარ დაპატრონებული და ქართულს ჭამ, ქართულს ვამ დღემდე, იმ ქართულის დანატოვარს, ხო? მე 30 წელია თითქმის საფლავზე არ მიშვებ. და შენ აქ ჩამოდიხარ, მე შენ კურნალობ უფასოდ. და დღეს რომ დაგჭირდეს ქართული რეანიმობილი შევა მაშინ ბზიფის რომელიღაცა სოფელში თუ მიცემენ უფლებას იქიდან წამოიყვანს უმკურნალებს და გაუშვებს. აი, მე ვერ ვხდები მეტი რა უნდა გააკეთო საქართველოს. მეტი რა სიყვარული უნდა და შენ არ მაძლევ მე უფლებას მამა ბაბუა ჩემი საფლავზე მივიდე კაცო. ეს სადაური წესია, სადაური კავკასიელობაა. ეს როგორ შეიძლება რომ მათზე არ არის მამა. არა, მე მითხარით თქვენ ერთი ადამიანი რომელსაც აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა აი ეს ეროვნული ნიშნით. ხახ ნუ ეს რა ხდება?
როგორ შეიძლება რომ ასე ეროვნული ნიშნით იდევნებოდეს ადამიანი და რა სიძულვილია ეს და რა ქვია ამ საქციელს და დრო ჭირდება მაგრამ რომელ დროზეა ლაპარაკი ხატი ჩააბრძანეს და ხატი გამოაბრძანეს და რომელ დროზე არის თავი გავანებოთ ხო იქ რაღაც კონკრეტულად რამოდენიმე ადამიანები არიან რომლებიც რაღაცა ასოცირდებიან აქ თურმე ნაციონალურ მოძრაობასთან დამკავშირდა ამ იმათთან მაგრამ აი ნახეთ წარმოიდგინეთ მამაო რა იკადრეს რომ რაც არ უნდა მოხდეს აი ღვთისმშობელზე უარი როგორ უნდა თქვა აი აქ იმას კი არ უთხრეს უარი რა ქვია რომელიღაც ან პარტიას ან რაღაც აი პირდაპირ ღვთისმშობელი მივიდა მათთან და არ მოეფერენ წარმოიდგინეთ და ძალიან რთული არის ეს მომენტი როგორ სოხუმლიდან ხატი რო ჩამოგვიბრძანო მე მინდა გითხრათ რომ ეს იქნება ჩვენი ტაძრისთვის ყველაზე საპატივცემულო მით უფრო აფხაზების გულით მორთმეული რატო დავივიწყეთ ეს სიყვარული რა ხდება რატო რუსეთიდან იმდენ ხატებს მიგზავნია ხო რუსეთი და სერაფიმე საროველის ხატი გამოგვიზანეს მოსკოვიდან წმინდა ნაწილით და როგორ ამ დღესაც რომ მოვდიოდი მას ვიამბორე და ვთხოვე მშვიდობა ჩვენ სახელმწიფოებს შორის და აი ესე გულიცული კი ბატონო და მე მინდა გითხრათ აი ეს ჩვენ მაგრამ ჩვენ იცით რა არის რომ ჩვენ ეს ჩვენი ორგანოს ნაწილია აფხაზი არის ჩვენი სისხლი და ხორცი ჩვენი ტკივილი ჩვენ მათ გარეშე ცხოვრება არ წარმოგვიდგენია მე არ წარმომიდგენია აფხაზის გარეშე და ჩემი ოსის გარეშე ცხოვრება ჩემ სახელმწიფოში და ჩვენ ეს უნდა გავისიგზეგანოთ ჩემო ძმებო და დებო რატო ვერ გადავლახეთ ეს ბარიერი რატო რაღაცა რატო ვაკეთებთ ცუდს თქვენთვის და ჩვენთვისაც და ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია ბატონო გიორგი 300,000 კაცი უსახკაროდ იყოს და შენ ესე იგი საკუთარ სახლში 300,000 კაცს არ უშვებდი და შენ ბედნიერი იყო და მე მინდა გითხრათ იცით აი სოხუმიდან მითხრეს რომ აი ჩამოსულები იყვნენ და რაღაც იქ უაზროდ ეხოცებათ ბავშვები რა ზოგი რაღაც უცებ ყვდება ზოგი იქ ყვდება ზოგი აქ ყვდება და აი რაღაც ადამიანებში არა ფიქრი არის რომ ჩვენ ესე რომ გავყარეთ ეს ხალხი საფლავზე არ უშვებთ ამ ხალხს საკუთარ სახლში კაცო ის სახლი ვინმე წაართვია საქართველმა თავისია კაცო მისი სამშობლოა ჩემი საქართველო შენი რო არის ჩემიც არის გაიგონე ეს მარტო შენი როგორ არის კაცო რატო არ მიშვებ რა უფლებით არ მიშვებ ჩემ სამშობლოში ჩემ მიწაზე ბაბუაჩების საფლავზე როგორ არ მიშვებ რა ნამუსით არ მიშვებ თუმცა არიან ხომ ამოიქ ხისეული ადამიანები რა თქმა უნდა არიან მაგრამ ისინი იქ არ ცხოვრობენ ძირითადად იმათ არ ეცხოვრებათ იქ მოსკოვში არიან საქართველოში არიან აგერ არიან ბატონო და ღირსეული აფხაზების მეტი რა გყავს ღმერთმა დაგვიფაროს რომ ისინი მათ არ ყავდეთ ეს ესეთი მოაზროვნე ნაწილი და აგერ მათი პრეზიდენტი ვინც არის დღევანდელი ესე იგი დღეს საუბრობს ის რომ ჩვენ რაღაც სხვა ურთიერთობის რაღაც სხვა ფორმებზე უნდა გადავიდეთ და ალბათ ეს დასაფიქრებელია რა მათი მხრიდან რა შეუძლებელი კაცო კარგად ცხოვრობდით ყველაფერი გქონდათ აწყობილი ცხოვრება გქონდათ და იმის იქით რაღა გინდოდა მეტი რა გინდოდა ყველაფერი აწყობილი გქონდა უნდა გეცხოვრა უბრალოდ და დამტკბარიყავი და დღეს აი 30 წელია ქართველი აღარ არის აფხაზეთში ხო ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს ქართველის ფასი არის ბუზის ფასი მოდი ესე ვთქვათ რა პირადობასაც კი არ აძლევ ქართველს სამარცხვინო 30 წელია ქართველ ადამიანს პირადობის უფლება არ აქვს და საკუთარი დედაენაზე დალაპარაკების უფლება გაქვს წართმეული ეს როდის უკეთებია ეს ქართველს ესეთი რამე შემთვის და ის არა ქვია რატო ეს რა ურთიერთობაა ეს და არ არის 30 წელია ქართველი და შენ რატო ვერ დადექი ფეხზე რატო ვერ დაამართე შენი სახელმწიფო და ჯერ ესეთი ბოლო მიხვდნენ რომ არავინ მათ არ აღიარებს არასდროს არავინ საქართველოს გარეშე ახლა თუ ტუალუზეა ლაპარაკი და რომელიღაცა მე აღიარებელი რო ეს აი კონსულები რომელნიც ხვალ უნდა ჩაიძირონ უბრალოდ ზუსტად 60 წელიწადში უკვე წყალი დაფარავს ისეთ კონსულებზეა ლაპარაკი და წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რომელ სახელმწიფოზეა ლაპარაკი რუსეთის სახელმწიფომ რაღაც ფული ჩაუტანა და ათქმევია რაღაცა ისეთ ნახევარ კონსულებზეა ლაპარაკი ხო და ჩვენ რა ვნახეთ არაჩვეულებრივი კიდე მეტმა ქვეყანამ დღეს გაეროს ბოლო რეზოლუციაში ესე იგი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო დევნილები არარსებული რიცხვი იყო სახელმწიფოების ეს დღითიდღე იზრდება რა თქმა უნდა და ჩვენ ეს კარგად უნდა გავიგოთ ჩემო ძმებო და დებო რომ ევროპაშიც არის დავა
მიწაზე, მაგრამ იქ არ უმობენ ამის გამო და ზიან და ლაპარაკობენ რა და ჩვენ შეგვიძლია რომ დავждეთ ვილაპარაკოთ, არავინ არ აპირებს აფხაზების უფლებების ესე ვთქვათ შეზღუდვას პირიქით. გაფართოება. რა თქმა უნდა, აგერ მე ვინ მიმკურნალებს მამაო ისე რომ რამე მომივიდეს, იქ ყველაფერის ანუ სწავლეს აფხაზურს და სვანურს ერთად სწავლობ. მე მიმაჩნია რომ აფხაზური არის ისეთივე ქართული, როგორიც არის სვანური, მეგრული და ასე შემდეგ. ეს არის ძირძველი ქართული ესე ვთქვათ მეტყველება, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება და თქვენ იცით რომ ამას სიტყვა კი არ არის, კონსტიტუცია იცავს. საქართველოს კონსტიტუცია იცავს აფხაზურ ენას და მეტი გარანტია მათი არსებობისა, მათი სიძლიერისა სხვა რა არსებობს და მაგრამ ჩვენ აი ისევ დაუბრუნდეთ ეს რატო არის ესე ნელა რო ვითარდება ეს პროცესები, იმიტომ რომ ჩვენ უფალთან არა ვართ. აი მთელმა დანარჩენმა საქართველომ რო არაფერი ქნას ლოცვით, რომელიც ლოცულობს, მთელმა აფხაზეთმა რომ მოინანიოს მთელი აფხაზეთის მოსახლეობა რომ მოვიდეს ტაძარში, შეღაღადოს უფალს, ჩემი ღვაროს, უფალი მეხსეულად დააბრუნებს აფხაზეთს. მალე სწრაფად წავა ეს პროცესი. აი, შვილს მიცემ დაუშვათ 100,000 ლარს. არ მიცემ, იმიტომ რომ შეგეშინდება, შეიძლება დაიღუპოს. აი, ჩვენ რო შევალთ აფხაზეთში, რა იქნება აფხაზეთში? ისევ ის ბოდიში ამ სიტყვისთვის ღორი რო ცხოვრობს და ეს სიძვამბრუშება რო იყო, იმ რუსებისგან რო ვისწავლა, ქართველი ამდენს არ ბრუშობდა არასდროს. კი, იყო ელიტაზე, აზნაურებში და თავადებში რაღაც ცოტა უფლება შეიძლება გადაჭარბებული იყო, მაგრამ ქართველი კაცი თავისი ბუნებით იყო ქრისტიანი. არასოდეს ის ესეთი სიძვამბრუშებით არ უცხოვრია და ვისგანაც ვისწავლეთ სიძვამბრუშება, იმის ჩექმით ამოგვაგდო მე ღმერთმა აგერ ვართ ახლა სოყოლანი მოსანანიებლად და აი მხრიოკში დავიარებით, იმ გაგებით რომ უდაბნოში დავდივართ. აი ეს სიარული, აი ეს დავდივართ უსამშობლოდ. კი, სამშობლოში ვცხოვრობ, მაგრამ იქ არის ჩვენი საქართველო. იქ დავიბადე მე და იქ სანამ არ მივალ, ვერ გაიხარებს ჩემი ძვლები, რა თქმა უნდა და ვერ შემიგონება, რომ ადამიანური თვალსაზრისით ვიძახი და რა თქმა უნდა, ერთი წუთითაც არ უნდა მოუდუნდეთ და დღემუდამ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ჩვენი სამშობლო იქ იწყება, უფალს ვევედრებოდეთ და ყველაფერს ვაკეთებდეთ იმისათვის, ყოველი ჩვენთაგანი ყოველი დილა აფხაზეთით და სოხუმით უნდა იწყებოდეს და სოხუმითვე უნდა მთავრდებოდეს, რა თქმა უნდა და ეს გზა ამას ეძღვნება. ეს გზა ჩვენი ბერები, ეს არის ბერობა ზოგადად, ეს არის ღვთისათვის აღვლენილი წვენი. ჩვენ ვალს ვასრულებთ ერში მყოფნი და ბერები არიან, ვინც უფალს წვენი მიართვა. ზოგმა სანთილი მიერთვა, ზოგმა კელავტარი, ზოგმა ეს ბატონო ხატი შეწირა ტაძარს, ზოგმა ტაძარი ააშენა, ზოგმა სხვა რამ გააკეთა და არიან ადამიანები, ვინც საკუთარი თავის შეწირა უფალს და ეს არის ბერმონაზნობა, ეს არის წვენი, აღვლენილი ქართველი ერის წვენი, უფლისადმი, რომელთაც შეწირეს და აი ეს ბერები მოდიან, გიორგი რა, ამ გზაზე და ეს ჩვენი მამები, რომელიც ლოცვითაც დგას დღეს პატრიარქის ლოცვით ეს საქართველო და ეს მამები ლოცულობენ მთელი გზა უფალს ევედრებიან ცოდვათა პატიებას და ჩვენ იმას ვევედრებით უფალს რომ ის ჩაერიოს მან მოაწყოს მშვიდობა, იმიტომ რომ უფალს ისე შეუძლია მოაწყოს რომ არავინ დაძარალებული არ დარჩეს, არავინ ნატკენი არ დარჩეს, არავის გული არ ეთკინოს ახლა რა და ამიტომ ჩვენ უფალს ვთხოვთ რომ მანინებოს მან მოყოს მშვიდობა, ჩვენ უფლის მშვიდობა გვინდა, არა ადამიანური მშვიდობა, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, არასოდეს, აი მე მინდა ჩემ აფხაზებს ძმებს, მე სამწუხაროდ აფხაზურად ვერ გეუბნებით ამას, მაგრამ არასოდეს ქართველს არ უფიქრია ვინმეს ესე და დაჩაგვრა მის სამშობლოში და მით უმეტეს აფხაზისა. ვინ არის დაჩაგვრული კაცო საქართველოში? მერთი ადამიანი მითხარით ეროვნული ნიშნით კაცო, ყველა ცხოვრობს, ყველა სრულყოფილ განათლებას ღებულობს, რამდენი აი მუსულმანები ავიღოთ, რამდენი მეჩეთი აქვთ აზერბაიჯანელებს საქართველოში და რამდენი ეკლესია გვაქვს ჩვენ იმაში რა ქვია აზერბაიჯანში ღია. აი ეს ყოფა საპირწონეთ. საქართველოში ყველა გზნობს თავს როგორც საკუთარ სამშობლოში. ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ვინმე თვით 2008 წელს ყოფილა რუსებს ვინმე უდევნია? არ ყოფილა ესეთი რამე უცხოა. ქართველმა აღასრულა ტრის სიყვარულის მცნება. სრულყოფილად აღასრულა ქართველმა, ნამდვილად ქართველს მტერი უყვარს და მით უმეტეს აფხაზი კაცო, ყველაზე სასურველი სტუმარი, ყველაზე სასურველი რძალი აფხაზისთვის ქართველი იყო სასიძო და რძალი და დღესაც იქნება ეს ოჯახები.
და ჩვენ აი ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ აი ამ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეთ ჩემო ძმებო და დებო და მამა ბენიამინი ჩვენი იტყვის ხოლმე კაცო. და ძმებს შორის ხდება კაცო დაპირისპირებაო, დედმამიშვილებიო მოხდებიანო და რაღაც დაუპირისპირდებიანო თქვენს. დავანებოთ კაცო ამ რაღაც თარიღებს თავი. იქამდე 3000 წელი გვაქვს ჩემო ძმებო აფხაზებო. ერთად ცხოვრების 3000 წელია ერთად მოვდივართ. თქვენი წილი საქართველოში არის უდიდესი. თქვენი სამშობლო მთავრდება იქ, სადაც მთავრდება საქართველოს საზღვარი და არა ენგურზე, რომ ჩაკეტეს და გითხრეს, რომ იქით აღარ იყურო. რა თქმა უნდა, ეს არასწორია და რუსეთს ერთადერთი აფხაზეთი ჭირდება თავის სამხედრო პლაცდარმისთვის, მეტი არაფრის არ ჭირდება აფხაზები და აფხაზეთი და კი ხედავთ, რომ არაფერი არ კეთდება აფხაზეთისთვის. საერთოდ არც გაკეთებულა და არც გაკეთდება არაფერი. იმიტომ რომ მეტი არაფრისთვის არ ჭირდება აფხაზი და კრასნოდარიზაცია მიმდინარეობს ჩვენი აფხაზეთის და ხვალდაზე ეს მხარე თუ ჩვენ დროულად არ ჩავედით, იგივე კრასნოდარი იქნება როგორც დანარჩენი სოციოპოლიტიკურის გამოგვივიდა, მაგრამ ვერ ამას რო ვერ გავექცევით. დიახ, ხო, სამწუხაროდ მომო ყველაზე მაგარი ის არის, რომ მე ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანი ხალხი არიან და უბრალოდ აი დაფიქრდნენ, ჩვენ აი სიტყვაზე თუ დაუშავეთ რაღაც, ხო? ჩვენ უფრო მეტი დაუშავეთ თუ აი 50 წლის მანძილზე სიტყვაზე იმ ადამიანებმა, ვინც ეხა მათთან არიან, ხო? და დანარჩენს თვითონ მიხვდებიან, მე ხა მათ გონებას არ შევეხებ, იმიტომ რომ მართლა გონება გახსნილი ადამიანები არიან და ზუსტად აი უბრალოდ დაფიქრდით, აი ვინ უფრო მეტი დაგიშავოთ. აი იმ რაღაცა წლებმა ჩვენ რო ერთმანეთს რაღაცა პრობლემა გქონდა ერთმანეთთან თუ იმის შემდეგ რაც ეს 30 წელი ვიღაცეები ვითომ არ გიშავებენ, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნები უშავებენ ხოლმე ძალიან მაგრა მოყოლებული, რავი, ვინც არ უნდა ჩაერიოს. რაღაცა ფიქრობ, რომ სულ ყველა ჩვენ გვიშავებს, სამწუხაროდ ჩვენდა და მამო, თუ შეიძლება მამო იმასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რომ უბრალო ადამიანებმა მოგზაზე რო ხდებიან ხოლმე, ბევრ ადამიანს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ახსოვს თავის თვალითაც აქვს ნანახი რაღაცა და ძალიან მაგრა ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას ისეთ ხალხზე, ვინც აი მას გვიძლობენ ხოლმე თქვენ ის ოჯახები, ის ადამიანები და საქართველოს ყველაზე მაგარი რაც გააჩნია საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, რომ ვისაც არა აქვს და ვისაც უჭირს, ისინი უფრო პატივს გცემენ. ისინი უფრო ღმერთს, უფრო მაგრა უდგანან გვერდით არა და ზოგიერთი პირიქით უნდა იყოს, ხო რომ გააქვს და შესაძლებლობა რო გაქვს უნდა მოიცალო, მაგრამ არა, აი წარმოიდგინეთ, მამა, აი რა მაგარი არის უბრალოდ, რომ აი ესეთი უბრალო და ისეთი ადამიანები ბოლო თავის პულს აიღებენ და თქვენ დაგახვედრებენ შეიძლება გზაში გაგიმასვდნენ და რაღაცა და რა მაგარი არის საქართველო და რა მაგარი ხალხი ცხოვრობს. უბრალოდ აი ელემენტარული რომ ამას შეხედოს ადამიანმა, ხო ესეც საკმარისია იმისათვის, ხო? რაღაცნაირად კი დაიჩაგრენ ეს ადამიანები, მაგრამ ამ ხელაზე მაღლად განა ყველაზე რომ ესეთი რაღაცები მიუხედავად იმისა, ამდენი გაჭირვება არის, მაინც შეუძლია და ჩემთვის აი თუ იმეს პატივი უცია, სრული სერიოზულობით და მთელი ჩემი იმით მინდა თქვა, რომ ყველას 10 ჯერ უფრო მეტად უჭირდა, მაგრამ ჩემთვის გაუკეთებია და აი ეს გააჩნია მარტო საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, აი გეფიცებით ყველაფერს, რომ აი მართლა მიგწნია რა და თუ შეიძლება მამა იმ ადამიანებს აი ძალიან დიდი მადლობა მინდა ტელევიზიიდან აი იქიდან მოუხადო ის ადამიანები ვინც აი მამები დადიან სასულიერო პირები ვინც აი თუნდაც ის რომ ამდენი წინააღმდეგობა არის ეკლესიის მიმართ ამდენ რაღაცას ამბობენ ამდენ რაღაცას უშავებს სხვადასხვა ტელევიზია ნაციონალური არხები ოპოზიცია პოზიცია ყველა ერთად უშავებს მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ როგორ მაგრად ხარ თქვენ რომ თქვენზე არ მოქმედებს და აი ეგ არის რწმენა ზუსტად რომ აი ამ ძიმე მომენტში ხო გაყიდვა მაიზამის ის კი არის პურზე გაცვალო აი ამ ძიმე მომენტში რომ აი ამ ადამიანებს გვერდში უდგა ხართ მადლობა ამისათვის რომ რა არის იცით რომ არ გჯერათ ის შექმნილი და შეთხზული ის რაღაცა მითები რომ მღვდელი ცუდია და ეკლესია ცუდია ისე თქვენთვის არის კარგი და აი იმიტომ გადარჩება საქართველოს მამაო და ხვალ ღვთისმშობლობა არის და 5 წუთი არ ჩაბოლო მამაო და თუ ითქვით კიდე რა კი ნამდვილად ეს საერთოდ ქართველი კაცის ბუნება არის აი ამ ხრივ ნამდვილად მისაბაძი და საქართველოს ღვთისმშობლის ხუდობილი მიწა და როდესაც საქართველოში შემოვიდნენ მოციქულები და მათ შემოაბრძანეს ხატი ღვთისმშობლისა აი უკვე სტუმარი ღვთის კაცად აღიქმება რა და აი ეს ალბათ მე ამაზე მიფიქრია რომ შეიძლება ეს უფრო წარსულიდან მოდის მაგრამ მე პირადად დავაკავშირე მოციქულების შემოსვლას სტუმარი ღვთისა და იმის მერე სულ ესეა რა და რომ ღვთის ადამიანები მოვიდნენ საქართველოში აი ამ ყველა არის მოციქულთან დაკავშირებული და ისეთი სტუმრობა
მადლობა ისეთი სიყვარული გამოიხატება ადამიანებისაგან ძალიან დიდი და ბედნიერები ვართ რა თქმა უნდა თან ძალიან საინტერესო გახლავთ ბატონო გიორგი რომ აღმოსავლეთ დასავლეთ შორის გავდივართ რა როდესაც მოვდივართ აღმოსავლეთიდან და გვეკითხებიან საიდან მოდიხართ ნუ მცხეთა აღმოსავლეთში მაინც ახლოა და საით მიდიხართ რომ ვეუბნებით ენგურიო ვერ გებულობენ სად არის ენგური ჩერდებიან გვეკითხებიან რომ ენგური რომელია კაცო ისა ზუგდიდში რო არის ენგური ხო იქ გაოცებულები არიან მე იქ რომ გადავალთ უკვე დასავლეთ საქართველოში იქ საით მიდიხართ ენგურისკენ კაცო საიდან მოდიხართ და მცხეთა სად არისო კითხულობენ ანუ დაუჯერებელია რომ აი ესეთი ფეხით ცვლილობა მიმდინარეობს რა დაახლოებით 25-30 კილომეტრი ყოველდღიურად გავდივართ აი იმას აქვია მანძილს და აი ადამიანები მე მინდა მთელ საქართველოს აი ყველა იმ ოჯახს ჩვენ მღვდელმთავრებს ეპარქიებს მამებს სასულიერო მამებს დედებს მრევლს ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი იმდენად ბევრია მათი რიცხვი ღმერთმა შეგიწიროთ შემოსაყვარელო ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობას და ღმერთმა წყალობა და მადლი მოგანიჭოთ და მე ვისურვებდი ღვთისმშობლოსა ვთხოვ რომ ერთი უახლოეს ხანებში აი თუნდაც მომავალ წელს უკვე გახსნილი იყოს ეს რაღაცა ეკალბარდებით შექმნილი გონება ხო რაღაცა ძროხარ ვარ გადავიდეს იმის ეკლებით რო აქვთ ეს შექმნილი ეს იმიტომ აქვთ რომ ქართველმა შეიმოყროს აი ქართულს აქვს საოცარი უნარი ადამიანი დაიმოყროს დაიბრუნოს ის თავის ღვიძლი და ეს რო იცის მტერმა ზუსტად აი მავთუხლართები აბა ახლა ცხინვალებთან ჯვარცმის გვირგვინს მაგონებს ეგ საქართველოზე მოხეული ჯვარცმის გვირგვინი და ეს ძლებელია ბატონო გიორგი გაგრძელდეს იმიტომ რომ ჩვენ ყველა ძალიან კარგად იციან აფხაზებმა და ოსებმა რომ ჩვენ ისინი გვიყვარან ისინი ჩვენი ძმები არიან და ჩვენ მათ გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს უნდა შევუნდოთ დავანებოთ ესე ვთქვათ იმას თავი და ერთმანეთი უნდა ჩავიკრათ და უბრალოდ რომ ჩავიკრათ ამისთვის რო არ ჩავიკრათ ჩვენ აი მაგიტოა ის მავთულხართები და საქართველოში მე მგონი კოვიდიც მაგიტომ არის რომ აღარ ჩავეხუტოთ ერთი ეგ შეეწყო ეს საქართველოს ცხოვრები ადამიანი მომოის ხუმრობით უნდა ვთქვა არაფერი ხო არ გააჩნია ხა და მაინც ერთი თბილი სიტყვა უფასო არის რაღაცა ნუ არ შეუძლია რა ადამიანს რომ სიტყვაზე დაიხმაროს ეხა იმდენად გაჭირებული ერთი რა შეეძლოთ იცი აი ჩაგეხუტებოდა ისე რომ აი გაგათბობდა და ესეც აკძალეს 8 მეტრში დააყენეს ცუდი არის და ღიმილი ქონდა ერთი მაინც შემორჩენილი ქართულ ადამიანს დოლბანდი გაუკეთეს ესე და რა ვიცი ყველაფერი გააკეთა ბოროტმა და გაგვაძლო შორის მე მინდა აფხაზ მამებს მადლობა გადაუხადო ვინც თქვა რომ ეს ხატი აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ილორის ტაძარში რა მათ ნამდვილად სწორი პასუხი გაცეს რომ თქვენს რომ კაცო ეს ილორის ტაძარი მთელი დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს და აფხაზეთის მიმატებული აფხაზეთთან ერთად ყველას ერთად სალოცავი გვაქვს და სადაური წესიაო ადამიანებმა ხატი გამოაგზავნესო და თქვენ ეს ხატი უკან გააბრძანეთო ეს არის ყოველად მიუღებელიო და რა თქმა უნდა პროტესტი მათშიც იყო და არის და დღესაც არის ესეთი გონიერი ხალხი დღესაც არის მაგრამ საქმე ის არის რომ იქ ზუსტად აი ეს სამხედრო შეერაღება შესული და არის რაღაცა რეჟიმი საშინელი რეჟიმის ქვეშ ამყოფებენ აფხაზებს რომელსაც არ აძლევენ უფლებას რომ თქვან ქართველებისადმი სიყვარული გამოხატონ დიდი მადლობა მობრძანებისათვის ფონდი ერთობა შეგიძლიათ ესეთი გვერდია მოიწონთ მე გახდით გიორგი დარასელი მამა დავით კონჯარია გახდა ჩვენი სტუმარი დროებით გემშვიდობით მამო სამწუხაროდ ჩვენ და ის არ აღინიშნა ის რა ქვია წამები და მაგიტომ არის ნერვიულოთ არაფერზე ძალიან გთხოვთ აი აქედან გეფერებით ყველას მთელ გულში და ბედნიერებას გისურვებთ წარმატებს ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ უფალი არის ჩვენთან და არ მოსამოგვატოვებს და არის ნერვიულოთ თავარია კარგად ზანდებოდეთ დროებით